საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მოსალოდნელი საფრთხე რას ამბობს ქართული ოცნება და რა განცხადებები გაკეთდა ოპოზიციაში თემაზე აზრს აფიქსირებს გერმანიის ელჩი საქართველოში ვრცლად ნახეთ მასალა ევროკავშირის 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების გამარტივებისთვის ემზადება. ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მიდის ამაზე საუბარი. შალვა პაპუაშვილმა გუშინ საღამოს იმედი ლაივის ეთერში განაცხადა, რომ ქართული ოცნება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ ელის და რომ ამ სიკეთით ევროპაც სარგებლობს, რადგან ქართველები იქ მოგზაურობენ და ფულს ხარჯავენ. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს, რა თქმა უნდა, არანაირი მოლოდინი იმ მხრივ საქართველოს დაკავშირებით აი ნეგატიური გადაწყვეტილება ექნება არ მაქვს, მაგრამ ეს ძალიან სწორი აქცენტია იმ მხრივ, რომ უყურეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას. და თქვენ გონიათ ახლა ეს იმისთვის კი არ არის რომ რაღაც ინსტრუმენტები ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს რომ კონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნების ზე გავლენის მოხდენისა. აი ხალხი რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და ეს ღირებულება სიტყვა რომ ძალიან მოსწონთ, აი ესე ცივსისხლიანად პრაგმატულად ხალხების ასე ვთქვათ ზეწოლით ფიქრობს რომ ხელში კონდეს ინსტრუმენტი იმისთვის რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ზოგადად დღეს უსმენდი ინტერვიუ იყო გერმანიის ელჩთან, რომელიც თქვა რომ ეს ვიზა ეს არის პრივილეგია და ნუ ჩვენ უნდა დავაფასოთ და ასე ვიყოთ. ცოტა სიმართლე გითხრათ, აი ეს აროგანტულობაც, რომელიც სამწუხაროდ გერმანიის ელჩს ახასიათებს გაუგებარი მიზეზების გამო არ საიდან მოდის. ღვთიური მანანა არის ვიზა უვიზო მიმოსვლა, ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ეს ის ხომ არ არის რაღაცა ზემოდან ქედმაღლული ყურება პერიფერიისთვის, რომ ჩვენზე მოდის რაღაცა ასე ვთქვათ გარკვეული მათი გადმოსახედიდან ასე ვთქვათ მადლი, რომ აი გაძლევთ შესაძლებლობას შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა საშუალოდ არის 1% და საქართველოში 10%. ეს იმიტომ არის რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად სწორად და სხვებს რომ 1%-იანი აქვს და უნდათ რომ ზრდა გქონდეთ, თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ არ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ამიტომ ცოტა არ იყოს ვფიქრობ რომ ქართულმა ხალხი ამაზე უნდა დაუფიქრდეთ, რომ ასე ქედმაღლურად რომ გვიყურებს ზოგიერთი რაღაცნაირად მომადლებულია თითქოს ესე ვთქვათ ეს ვიზა ლიბერალიზაცია და რაღაცნაირი დამოკიდებულება რომ რაღაცა ვართ არასრულფასოვანი ერი რომელიც დაგვიშვეს სადღაცას მადლად და ქალაქებისთვის არა პრაქტიკაში ეს მოგონია ამაზე ზუსტად ეს არის სამწუხაროდ ზუსტად ეს არის ეს ამ აროგანტულობაში ეს გამოჩვევის რომ არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ რომ ახლა ვიზა ექნება მე ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინში თუ ფრანკფურტში. არ ვიცი, ხა ეს 21 საუკუნის პოლიტიკას ეკადრება, ეს არის, რა ვიცი, 100 წლის წინანდელი მეთოდები, რომლითაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინონ. უვიზო მიმოსვლის შეჩერების უარყოფით გავლენებზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია. მათი თქმით, ქართული ოცნება ქართველ ხალხს სრულ იზოლაციაში აქცევს და მეგობრების გარეშე ტოვებს. მათი თქმით, ეს რუსეთის დავალებაა. ქართულმა ოცნებამ არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ მათი მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, დარბევას, დემონსტრანტების, პოლიტიკური პატიმრების გაჩენას ქვეყანაში და სხვა შეიძლებოდა გამოეწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება. ნაცვლად იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან ბიძინა ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ ძალადობა და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული პროცესი, ივანიშვილი მზად არის, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა ევროპაში, იმიტომ რომ ესეთი არის რუსეთის დავალება. სწორედ ის განცხადებები, რაც კეთდება ამ დღეებში, ეს არის უკვე ახალი პროპაგანდა ქართული ოცნების, რომელიც ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს ის უზარმაზარი უკმაყოფილების ტალღა, რასაც პოტენციურად ქვეყანაში შექმნის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა
ევროკავშირთან. ცდილობენ ტვინი გამოურეცხონ, რომ თითქოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეს არ სჭირდება. ეს არის პრივილეგია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ანიჭებენ სახელმწიფოებს და შესაბამისად მათ მოქალაქეებს იმაზე დაყრდნობით, რომ ეს სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ამ ღირებულებას და პრინციპს ფეხქვეშ თელავს, უბრალოდ ანადგურებს ივანიშვილის რუსული რეჟიმი და აქედან გამომდინარეა სწორედ მათი მოქმედებებიდან გამომდინარე ივანიშვილის რეჟიმის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ ამ პრივილეგიის გადახედვას და შესაძლოა გაუქმებას, რაც ითვალისწინებს უვიზო თავისუფალ მიმოსვლას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასეც რომ მოხდეს, ეს იქნება დროებითი გადაწყვეტილება და ჩვენ სამართლიანო განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ეს არის ქართველი ხალხის მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის შედეგად მოპოვებული სიკეთე, მოპოვებული პრივილეგია, რომელსაც თუ რამე საფრთხე დაემუქრება, ეს პირველ რიგში იქნება სწორედ ოცნების მოძალადე რეჟიმის პასუხისმგებლობა. ჩვენი პოლიტიკური ძალა აქამდე ყველაფერს აკეთებდა და ახლა კიდევ უფრო მეტად იმუშავებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ქართველ ხალხს შეუნარჩუნდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა BMG-სთან ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის დასჯა არავის სურს. მინდა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე კითხოთ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აპირებენ წინადადებით მიმართონ ევროკომისიას. ვიცით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად 14 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. რა იქნება ამ საკითხზე გერმანიის პოზიცია? მოვისმინეთ ამაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის კომენტარი, რომ ეს იქნება დასჯა საქართველოს მოქალაქეების. იზიარებთ ამ მოსაზრებებს? ამ მიმართულებით გვაქვს დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის სტრუქტურებიდანაც, რომ ეს საკითხი მაგიდაზე არ დევს ისეთივე აქტუალობით, როგორც ეს გასულ თვეებში იყო, თუმცა, მოდი ასე ვთქვათ, მსჯელობა კვლავ მიდის. ვცდილობ ისეთივე დიპლომატიური ვიყო, როგორც თქვენ ბრძანდებით. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგანიჭეთ, მას შემდეგ ურთიერთობა გაუარესდა, თან უჩვეულო სისწრაფით და ახლა კრიზისში ვართ. ვცდილობთ გადავწყვეტოთ რა ვქნათ, გსურს იქ დაბრუნება, სადაც აქამდე ვიყავით. და რა იქნება ამის ფასი? გეტყვით, არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა. ამის მიუხედავად უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია. ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა. ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ, არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ. გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვლა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, ასევე არის მიგრაციის საკითხი. მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ. როგორც ცნობილია, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის ან საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ვიზა ლიბერალიზაცია საშუალებას აძლევს მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირს 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ეწვიონ. კოსოვო ამ სიაში 2024 წლის დასაწყისში მოხვდა. საქართველო და უკრაინა კი 2017 წელს. ეს გადაწყვეტილება ყველა ამ ქვეყანამ ზეიმით აღნიშნა. თავი პირდაპირ ეთერში მუშაობას დღის სხვა ამბებით აგრძელებს. უნების კვირეულიდან წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა. მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას ჯვრიდან გარდმოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. მრევლი ამ მძიმე დღეს საქართველოს და ქართველებს ერთობასა და სულიერ სიმშვიდეს უსურვებს. ნახეთ მასალა. მოხმილი ადამიანების ხონზე მოსვლას, ღმერთი შეწევნას, რომ გადაგვირჩინოს ქვეყანა და
ჩვენიერი და ჩვენი ხალხი და ღმერთო ამრავლეს სიყვარული ამ ქვეყნად, რომლის დიდი დეფიციტიც გვაქვს ძალიან. ღმერთო მოაგე ყველა გონს. და იმ ქვეყანას უნდა თქვა ვისაც მოწმე ხელისუფალი ყავს ზევიდან რო იქნება წმენაში ხალხი ღვთისმოშიში არაფერი არ ასაშიში. ეს ყველაზე მძიმე დღე არის. დიდება ქრისტეფორს და მოუწოდებ რომ ყველა შემოbrunებული იყოს სარწმუნოებისვე და კეთილი საქმე ეკეთებინოთ. კეთილი საქმეს რო გააკეთეთ უფერეს მოგხედავს და ყველა. ქვეყანას ჩვენს ერს სოფლიოს უსურებს სიყვარულს გახარებას კარგად ყოფას და ყველაფერი კაი მოგცემოდეს უფლისა ძალიან ძიმე დღე არის და ასე რომ გაგვახაროს გაგვაბედნიეროს და აღდომა გაგვიგდონოს თითოეულს ჯანმრთელად და მშვიდობა გქონებოდეს რაც თავარია. საქართველოს უსურებ ჯანმრთელობას და სიხარულს და ღმერთის სიყვარულს რა თავარია. ძალიან ძიმე დღეა, იმიტომ რომ იოსებ მასურის წამების დღეა დღეს და ძალიან ძიმე დღეა ჩვენთვის და მთელი მართლმადიდებლური საქართველოსთვის და ქართველებს უსურვებს რომ სუმშვიდობა იყოს მსოფლიოში და საქართველოში და ყველგან. მშვიდობას პირველ რიგში და მძიმე კი არა უმძიმესი დღეა დღეს. უმძიმესი. სიკეთეს, ჯანმრთელობას, სიყვარული და გაერთიანება. გაერთიანება, ბებო. გაერთიანება. სიყვარულია მთავარი. და სიყვარული და ურთიერთგაგება. დაუთმან ერთმანეთს და შერიგება და ყველაფერი საუკეთესო კარგი. ჯანმრთელობას, ქრისტეს გვერდით დადგომას და ყველაფერს საუკეთესოს მოსულიყოს ქართველი ერი გონზე. სახელითა მამისათა, დაცვისათა, დაწმინდისათა, ჩვენთან არც ღმერთი. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანებისათვის უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის გაზაფხულს ემთხვევა. საქართველოში იგი განსაკუთრებულად აღინიშნება. კიდევ უფრო განსაკუთრებით კი იმერეთსა და ქუთაისში. როგორ ემზადებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ცნობილ ქუთაისურ ტრადიციულ სახლებში. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სააღდგომო სამზადისი გურამ და ლაურა ტოროშელიძეების ოჯახში თინას ეთნომარანში მოამზადა. ნახეთ სიუჟეტი. კვირას ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. როგორ ემზადებიან ქუთაისში ამ რელიგიური დღესასწაულისათვის ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სიუჟეტი ქუთაისელებისთვის ცნობილ ერთ-ერთ ტრადიციულ ტოროშელიძეების ოჯახში მოამზადა. ბებიის მოსახელე თინა თიკო ტოროშელიძე კვერცხებს წითლად ვნების პარასკევს ღებავს, რაც ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის განსახიერებაა. კვერცხებს ყოველთვის წითელ პარასკევს ღებავთ? კი, კვერცხებს ყოველთვის წითელ პარასკევს ღებავთ და მახსოვს დილით ადრე ვდგებოდით ბავშვები. ჯერ კიდე პატარაობისას ეს დღე იყო კვერცხების ამ წითელი კვერცხების მოლოდინში და ახლა განსაკუთრებული ხო არა გაქვთ წესი შეღებვის? არა, ტრადიციული წესი გვაქვს, ჩვეულებრივად ვიყენებთ საღებავს კვერცხისთვის, მარილს და ძმარს. რომელსაც ეხა მოვათავსებთ ქვაბში. რა კარგი იყო ეს სამზადისი და რა კარგი არის დღესაც აღდგომის სამზადისი, წითელი კვერცხი, პასკა, ეს მოლოდინი, გადასარევი ამბავია. ადრე როგორ იყო თქვენს ბავშვობაში, ვინ საქმიანობდა? ბებო იყო ჩვენი მთავარი კულინარი. ბებო მასწავლა დედას, ანუ დედამთილმა ასწავლა რძალს, დედაჩემმა შემდეგ მასწავლა მე. ახლა ორივე ერთად ვასწავლით ჩემს ქალიშვილს, ისიც მიიღებს მონაწილეობას.
და მართლა მთელი ტრადიცია ეს პროცესი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის, იმიტომ რომ მამა ჩემი სამსახშია დაბადებული, ბაბუა ჩემიც და ბებია ჩემი გვერდით მეზობელი იყო, რომ მოიყვანა ბაბუა ჩემი ცოტა დაბლა ცხოვრობს თბილისის ქუჩაზე, თინა დანგაძე იყო რედაქციის მთავარი ბუღალტერი, ადრე რედაქცია იყო, ახლა აღარ არის რედაქცია. და მთელი ამბები იყო გადაძახილები, გადამოძახილებით. ის კი არა ტრადიცია იყო, რომ ჩვენ რო შევღებავდით კვერცხს, ერთი ქვაბი ქონდა სამეზობლოს. და დაამთავრე კვერცხის შეღებაო, გადმოძახებდა ბებია ჩემს მისი მეგობრები სამეზობლოდან და კი ახლა დავამთავრებ და მოგაწოდებ ამ ქვაბსო. ერთ ქვაბში რამდენიმე ოჯახი ვღებავდით კვერცხს. ეხლა ვასხამთ წყალს. ეხლა ვასხამთ წყალს. მე მგონი დავფარეთ. კი ბატონო. ეს ეხლა უნდა შევდგათ ცეცხლზე. ეხლა ეს დავფარეთ წყლით და ადუღებამდე სანამ მივიყვანთ, მანამდე უნდა დავუმატოთ საღებავი და მარილი და 10 წუთი გათიშვამდე, უკვე 10 წუთი რო დარჩება მოხარშვამდე ძმარი, რომ ერთგვაროვანი ფერი მიიღოს და გამოდის ძალიან ლამაზი და წითელი კვასკვასა კვერცხები. ახლა როცა კვერცხის შეღების პროცესი დაწყებულია, თინა დედასა და შვილთან ერთად ტრადიციულ იმერულ ეთნომარანში, რომელიც სხვათა შორის თინა ტოროშელიძეს საკუთარი ხელით აქვს მოწყობილი, ასევე საკუთარ ეზოში, ქუთაისის ცენტრში, პასკის მომზადებას იწყებს. პასკა მაცხოვრის აღდგომის რწმენას განასახიერებს და მის მომზადებას თინას დედა ქალბატონი ლაურა განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება. ეს არის ჩემი დედიკო, ქალბატონი ლაურა და ჩემი შვილი მონიკო. და ყოველ აღდგომას ჩვენი ოჯახი მთელი ამით მომზადებით ამ დღესასწაულისთვის, იმიტომ რომ აი ეს პროცესი პასკის მომზადება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბებია ჩემიდან მოყოლებული მახსოვს, რომ იმ დღეს როცა პასკა საცხობდა, ჩვენ ჩუმად უნდა გვიარეს სახლში. და იძახდა რომ არა მოვაო ეს პასკა არ გაკეთება, თუ იხმაურებთ და მთელი დღე სანამ პასკა დაცხობდა, ასე არისო? ვიღავით ჩუმად. იმას არ მიეკაროთ, იქ ცომიდებს, იქ ეზდებს, იქ იზდებს. ჩემი დედამთილი იყო, არ ვიცი, მე რაღაც სასწავლო პიროვნება. თინა დანგაძე ქალაქში ცნობილი პიროვნება იყო, რედაქციის თავარი ბუღალტერი. ყველა იმას ეკითხებოდა, თუ რედაქციაში ვინმე იყო, თინა ეს როგორ კეთდება, თინა ეს როგორ კეთდება და რა თქმა უნდა, ეხლა მეც რომ შემოვედი ოჯახში, ახლა ესე არ ვიყავი, რომ არაფერი მცოდნავდა, მაგრამ აი კულიჩის დაცხობა, ხინკლის მოხვევა და მოხაშვა და საერთოდ დამზადება და საცი. და მე მასწავლის ქალბატონი ლაურა. რაც შემოვედი თითქმის ყოველ წელს ვაკეთებთ მას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი. მამა ჩემი ერთი კვირა მზადება ბაზარში წასასვლელად, რომ ინგრედიენტებს დედა უწერს და იქ არ გამო. ეს მთელი პროცესია. ეს უნდა ნახო, როგორ ემზადებიან ორივე ეხლა და ადრე ბებია ჩემი. და ესეც ჩავყავ. ცოტა ფილი. ნინიკოს მოასწავლეთ თანა ყველა. აი ნინიკო შემოგვიერთდა და კი მიყურე. დიახ, რა თქმა უნდა და მოიხმარები რაღაცები საკეთებაში. ეხლა შემოგვიერთდა. აქამდე დიდად არ იყო ჩართული ამ პროცესში, მაგრამ უკვე გაიზარდა და გაინტერესებს ნინიკო ყოველთვის ცოდნა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ზოგადად ზოგადად ჩვენი ოჯახისთვის, იმიტომ რომ ეს არის ქუთაისი, ეს არის ტრადიციები, რომელზედაც გიჟდები და თან ამას თუ ვინმეს უზიარებ, ხო საერთოდ მთელი ამბავი გვაქვს აქ. სიამოვნებით ვაკეთებ აქ რამდენი წელიწადია და ღმერთს ვთხოვრო, სანამ ცოცხალი ვიქნები, შემაძლებიოს, რომ ვაკეთო და მე ალბათ რო აღარ ვიქნები ჩემი შვილები და შვილიშვილები. სხვათა შორის ასეც ამბობს ხოლმე, სანამ პასკის გაკეთება შემეძლება, ესე კი მანამდე უნდა ვიყო. მანამდე ვიქნები კარგათო და რო აღარ შემეძლებაო და დიდი ხანი შეძლებდე. მაგრამ ფარმაიცის და რომელს უფრო კარგად გავუგებთ? თქვენ თუ თქვენ ქალიშვილს რომელსაც ასწავლეთ პასკების წელს? ხო, არა, ამასაც არ გამოდის. ცუდი, კარგი გამოდის. მაგრამ რა თქმა უნდა, მე ამასაც, ანუ მე პირველია ქალბატონი ლაურას ნახელავი.
აი საცივის გაკეთების ცერემონია არის კიდე. აი მიყვარს, ჭამაც მიყვარს. კეთებაც მიყვარს ნამდვილად. წითელი კვერცხი უნდა გადააგოროს საფლავზე, ჩვენ ტრადიცია. ასკა უნდა დაადო იქ სანთელი ჩაარჭო შიგნით და ანთოდ რა ვიცი, მთელი ცერემონია. ხალისი ნამდვილით ეგრე ახალგაზრდობაში და ახლა ზუსტად იდენტური არის იგი რაღაცა ქვია. აი ეს გრძნობა. არა, ეხა 60 წელს გადაცილებულია. სულ ამაზესი გოგო ხარ, ეხა ვარიშა. გოგოს რა მოგახსენოთ. არა, მნიშვნელობა იმის შემდეგ, დიდი ჩაყარე, ჯაოზი, ვანილი, ზეთი, თუ ნახე ზეთი ჩაუშვი. დედამხედველო? ხანი როგორი დაყიდები? დეტალი არ გამახსენდა. ის დაგჭირდება. ეთიკო, აი და ხა თქვა ყველა ყვირი ვარ ხოლმე. არა, დედა, შენ არა ეს არ ყვირი. ასე დააჭირე ხე. არა, დავაჭირი, მაგრამ არა, იმას. ახლა მიქსერის ხმარებაც. ეხლა უნდა დიდხანს ხელი ძელა? ეხლა უნდა 1 საათით სევდა ბებია. ამ პასკას და გუშინ დედა იძახდა. 1 საათი ეხლა თქვა ვერ მოვზიარო დედა, მაგრამ ნახევარი საათი არა უშავს, კარგი გამოვა მაინც, იმიტომ რომ 1 საათი მართლა რთული მოსაზელია. მას რამდენიმეჯერ ჩავზელთ. შემდეგ დავუმატებთ ქიშმის სამოსვლისას. თქვენი ორივე გოგონა ასეთი გამორჩეული დიასახესია, როგორც თქვენ? ჩემი და არა, მეორე გოგონა ეხლა თავისი დაცხობილია გოგო პასკების, ნახე რა თქვა. ანუ ხო და ძალიან მეორე გოგონა უფრო დიასახლისია ვიდრე მე. არა, როგორ მეკადრება. თიკო, შენ მიყავს თელი იგი რაღაცა ქვია სტომარ მასპინძლობა, მისკი ჩამოდის. არა, ეგ მართლა უფრო კაი კულინარია ჩემი და ეგუნა, იმიტომ რომ ის თუ შევიდე სამზარეულოში იქიდან არ მოგამოსვლა. თან ეძიებს თუ რამე ახალი გაიგონა, ის უნდა დატესტოს აუცილებლად და უნდა ის არის ჩემზე მეტი მოწოდებით სამზარეულოს გენში აქვს ისე გენში. კი, ბაბუა ჩემი იყო ლენინის ორდენოსანი. ბაბუა შენია, დიდი ბაბუა, დედა. ხო, ბაბუა. მამა შენის ბაბუა, დიდი ბაბუა. კი. ერთადერთი კაცი იყო საქართველოში, რომელსაც ამ კულინარიის დარგში ჰქონდა ლენინის ორდენი აღებული. უყურებ? კი, ერთადერთი ადამიანი იყო საქართველოში, ვისაც ლენინის ორდენი მისცეს, იმიტომ რომ გალაქტიონ ტოროშელიძე, მამა ჩემის გალაქტიონ ტოროშელიძე, მისი ბაბუის საპატივცემო და მე ვარ თინე ტოროშელიძე, ჩემი ბებიის თინა საპატივცემო. ასე გრძელდება ჩვენთან გვარით, სახელით, ტრადიციაც, შეფობაც, კულინარობაც, არა და? აი, უკვე მივიდა ადუღებამდე. წითელი კვერცხები და პასკა ყველა სუფრის უცვლელი ატრიბუტია. კვერცხები მოიხარშა და ახლა ჩვენი მასპინძელი მათ ბებიის რეცეპტით წითლად ხებავს. წინასწარ გამზადებული. ხო, აი ეს აღებავი. ბებო მიმზადებს სპეციალურად. ერთი მოხუცი ბებოა ბაზარში, რაღაცებს ურევს ენდროს, ისეს აღებავს, რაღაცა თავის რეცეპტი აქვს ამ ქალბატონს და თან ინსტრუქციასაც მატნევს, როგორ უნდა შევღებო. ხო და ის ინსტრუქციაც ემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენს ინსტრუქციას ოჯახში როგორც ვაკეთებთ, მაგრამ ისო არ გამომატანოს, ვერაფრით ვერ მოისმენებს, რო არ გამოგივიდესო კარგი წითელი ფერიო, მერე ჩემზე რო დაგწყდესო გულიო. გულია ზრუნვაში, ამ მოსიყვარულებაში, ამ ამბავში, რომ ეხლა მარილიც უნდა დავუმატოთ. და დაიწყება დუღილის პროცესი. ეს მარილი უნარჩუნებს კარგად კვერცხს სიმკვრივეს. და ძმას როდის უყურებ? აი, ეხლა ეს დაიწყებს დუღილს და სანამ გადმოვდგამთ მოხარშვამდე, მოხარშვის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დავუმატებთ ძმას, რომ ეს ფერი კარგად განაწილდეს. ეხლა დავახურებთ თავს, ამას. და ეს დაიწყებს დუღილს, აი, დაივარდქო.
ვიდრე კვერცხები საბოლოოდ მომზადდება, თინა სააღდგომო პასკებს გამოსაცხობად ამზადებს. როგორც მოეფერებით ავს, ისეთი კებრილი გამოვა ძველად პასკის ცხოვასაც რაღაცა სხვა ის ქონდა. მეზობლები ეხლა ზოგი გარდაიცვალა, ზოგი ჩემი დედამთილი რო აკეთებდა მაგალითად, მისი პლიადის ხალხი თითქმის ხო, ყველა აკეთებდა და მე და მიუკითხავდნენ ერთმანეთს ამ მაგას. შეჯიბრი იყო, შეჯიბრი ვის როგორი კარგი გამოუვიდოდა და იყო მოკლედ ერთი ამბავი და ხო, ძალიან. აბარა გადმოძახილები, მერე გარჩევა იმისი, ვისი როგორი პასკა იყო და გარჩევა და თავის მოწონება და მთელი წელი საუბრობდნენ რომ აი თინას პასკა და მე მახსოვს ეს რომ არც კი განიხილავდა ბებია ჩემი რომ არ გავიდო და ერთ-ერთ პირველ ადგილზე ამ პასკის გემოებში, იმიტომ რომ ისეთი დაინტერესებული იყო. აი რა ზუსტად გამოვიდა. რა ჯობია. კარგ მეზობლობას, კარგ სიყვარულს და ურთიერთობას, მიკითხვას, მოკითხვას. ქუთაისი. ჩემი ქუთაისი არის ეკი. აი ამოვიდა ჩვენი პასკის ცომი და ღუმელში კიდე უფრო მეტად ამოვა. კარგად ამოსულა. იმედია, კავდვილაურა არ მოგცემ შენი შვილს. იმედი მაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მაინც მოგცემს. იმიტომ რომ დედას ყოველთვის აქვს ის მომენტი, რომ ამაზე უკეთესით შეიძლებოდა. გამოვიღოთ ღუმელში. პასკები გამოცხვა ტოროშელიძეების ოჯახში ტრადიცია არც ამ წელს დაირღვა და იღვლევ საოცარი არომატი ტრიალებს. პასკები და კვერცხები თინამ ჯადოსნურ გარემოში მოამზადა. შეიძლება ითქვას სამოთხეშიც კი, საიდანაც კიდევ ერთ ზღაპარში გადავინაცვლეთ და დები იშხნელების სიმღერის ფონზე მომზადებული პასკები სალონურ გარემოში დავაგემოვნეთ. ეს არის უკვე გამომცხვარი, ხო რა ლამაზებია. კი, აი ჩვენი სააღდგომო პასკები, ეხლა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. დავჭერათ ეს ჩვენი პასკა. ჯერ კიდევ თბილია. ასე. დავაცხათ ჩვენი გურული ჩაი. მეგობარი მაწვდის გურიიდან ამ ჩაის. ეს არის ქუთაისი. დაჯდებოდნენ ესე დასხდებოდნენ. ჩაიპიწი ეს ეძახდა ბებია ჩემი. დაურეკავდა ხაზის ტელეფონი იყო მაშინ. ჯულიეტა, გამოდი ჩაიპიწიეზე. ვიმოსაიფოთ ერთი მომიყევი ამბები ამ თავს იმ თავს და ასე დასხდებოდნენ. მურაბები ჰქონდა ერთი ხუთნაირი. ეს იყო ყველაზე განსაკუთრებული, იმიტომ რომ ცოტა ისეთი პიკანტური გემო აქვს. ეს არის ისი მურაბა? ეს არის მანდარინის მურაბა, ჩემი ყველაზე საყვარელი დესერტი. ყველაზე მეტად ქუთაისი, საქართველოს დანარჩენი ქალაქების მაგით განსხვავდება. ქუთაისი არის? ქუთაისი არის ურთიერთობა და ჩასიყვარულება და მოფერება და მასპინძლობა. რომ ისეთი მასპინძლობა, რომ გონია, რომ ახლა ანდიასახლიც შეუწუხდება გული ამას პინძლობისგან და ან სტუმარს, იმიტომ რომ იმდენად
ფუსფუსი და ქოთქოთია სტუმრის დროს. ყველა სახლში, მარტო ჩემ სახლში კი არა, ყველგან, სადაც სტუმარი მიდის, ქუთაისში და იმერეთში ზოგადად, ჩვენი მხარია ეგეთ. ჩვენ ამბიცია გვაქვს, რომ ვიყოთ სუპირველები საქართველოში მასპინძლობის კუთხით და ამ ჩახუტების და მოფერების. აი ქუთაისში ჯერ კიდევ ბევრი დარჩა ძველებური ამ კუთხით, რომ ჯერ არ კარგავთ. კი, ის რომ სტუმარი რო გამოვა, ასე უნდა მოვიქცეს, სტუმარი რომ მოვა, ის ასე უნდა იყოს, ის პეწი, ის დეტალი, ის წვრილმანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მახასიათებ ზუსტად ეს ქუთაისური დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, რომ რა ვიცი, ზუსტად ეს დეტალებია ყველაზე მნიშვნელოვანი და ის წვრილმანებია, რაც თლიანობას ქმნის, ისეც, რომ სტუმარი გადარეულია. რა ხდება ამ ქუთაისში, რა ხართ ასეთებიო და ძალიან ბედნიერია. ტრადიცია რომ არ დაკარგული იყო, ზუსტად ამიტომ გააკეთეთ თინას ეთნომარანი. კი, აი ზუსტად ამ სახლში ხდება ამის გაზიარება. მოყოლა, შეხება ამ სიყვარულთან და როცა ეს ხდება, სტუმარს ისეთი ემოცია აქვს, რომელიც თვითონ ამბობენ, რომ არასდროს არ დაავიწყდებათ და ამას გვაძლევს ჩვენ ქუთაისი, თორე სხვა რა გვაქვს ხა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს გვაქვს ყველაზე მაგარი, რაც გვაქვს ჩვენ ქუთაისს. მხოლოდ ტრადიციული ქუთაისური პეწი და ლაზათი, ნათესაური და მეზობლური, მეგობრული და თბილი ურთიერთობები უნდა ჩვენს მასპინძელს საუკუნეების მანძილზე გადავიდეს შვილიდან შვილზე და ყოველ აღდგომას ისმოდეს ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ პირდაპირ ეთერში უყურებდით საინფორმაციო პროგრამა მთავარს, ბედნიერ შაბათ-კვირას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გისურვებთ. დაგემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით მეგატივის არხზე სამშაბათს 20 საათსა და 30 წუთს. მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.